თემას ბრიუსელიდან წარადგენს ადამიანი, რომელიც სათავეში ედგა ლიტვის ეროვნულ მოძრაობას და საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთ ავტორად ითვლება. დღეს ის ევროპარლამენტის წევრია, პროფესორი ვიტაუტას ლანცბერგისი. მოусმინოთ. As Georgia country, what I love. მაშინ, როდესაც საქართველო, რომელიც ძალიან მიყვარს, უახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნებს, ნება მომეცით თქვა რამდენიმე სიტყვა არა ძალაუფლებაზე, რომელიც იცვლება და რომელიც ახლახან შეიზღუდა კონსტიტუციის მიერ, არამედ პიროვნებაზე, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს თანამდებობაზე. ეს ეხება ადამიანს, რომელსაც წლებია ვიცნობ. როგორი თვისებების და ღირებულებების ადამიანი სჭირდება საქართველოს, რომ ქვეყანა სათანადოდ იყოს წარმოდგენილი მსოფლიოში. რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა შეიძლება უკეთ გაწიოს სამსახური, თუ ის არ არის ნაკლებად ცნობილი ქვეყნის ლიდერი. საქართველოს სურათი საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვნადაა შეცვლილი ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელებული რეფორმების კუთხით. საქართველო იმსახურებდა საერთაშორისო პატივისცემას, ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის ძალისხმევისთვის. დავით იქ იყო და ემსახურებოდა საქართველოს გარდამავალ პერიოდში. მას ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტები და შესაბამისად აქვს პოლიტიკური გამოცდილება. კარგად ესმის სახელმწიფო საქმეები. მას აქვს კავშირები საზღვარგარეთ, იცნობენ იქ. ის ერთ-ერთი იყო იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც საქართველო დასავლეთის ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით წაიყვანეს. ეს გზა ჯერ დასრულებისგან შორსაა, მაგრამ მე მხარს უჭერ ამ გზას და ვურჩევდი მის გაგრძელებას. არ ვიცი, ვინ იქნება მისი ოპონენტი. შემიძლია ვთქვა ის, რომ მის მხარდასაჭერად რასაც ვამბობ, არ არის მიმართული ვიღაცის წინააღმდეგ, რომლის ვინაობაც ჯერ ჩემთვის უცნობია. მაგრამ ხედავ, რომ დავითი შეეფერება სახელმწიფო ლიდერის პოსტს, რომელიც ქვეყანას კარგად წარმოადგენს საზღვარგარეთ და გააგრძელებს არჩეულ გზას. ჩემი აზრით, საქართველოს საერთაშორისო არენაზე სჭირდება კონსოლიდაცია მთავარი მიზნის მისაღწევად. თანაც ახლა და არა შემდგომში, როდესაც პოლიტიკური და პირადი ანგარიშები გასწორდება. დრო ითხოვს კონსოლიდაციას და თანაც ახლა. პოლიტიკურ პოზიციასა და ოპოზიციას ერთმანეთთან ჩხუბი არ სჭირდებათ. საამისოდ აუცილებელია ნაკლები შურისძიება და კონკურენცია, ვინ რომელ მხარეს წავა. საჭიროა ლიდერისთვის სათანადო კვალიფიკაცია და როლი. ვიცი, რომ დავით ბაქრაძე შურის მაძიებელი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტია დამარცხდა არჩევნებში, თანამშრომლობა უნდა იყოს სწორი ორ მთავარ პოლიტიკურ ძალას შორის საქართველოში. თუ მას აირჩევენ, ის შეძლებს გაერთიანებასაც, კონსოლიდაციასაც და შერიგებასაც. საქართველოს ახლა სწორედ ეს სჭირდება. იმედიც მოქვს და ნდობაც იმის, რომ დავით ბაქრაძე სწორედ ასეთი ლიდერი იქნება.